გორის შოთა ჯოჯიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონატზე 2012-2013 წლებში დაბადებულებს შორის იასპარეზებს. ჩემპიონატი გასული წლის შემოდგომით დაიწყო. აპრილის დასაწყისში გამართულ სამ მატჩში გორელმა ხელბურთელმა გოგონებმა ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვეს. მომდევნო მატჩს გოგონათა გუნდი გორი მაისის თვეში გამართავს. ეტაპზე გქონდა 3 თამაში ასაკობრივ ასაკში, რომელიც მიმდინარეობს 2012-2013 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის და მეორე ეტაპი გქონდა 3 თამაში წარმატებით დავასრულეთ და გვაქვს შანსი რომ საპრიზო ადგილზე გავიდეთ. გვაქვს ახლა შემდგომ 3 თამაში კიდევ, 3-ს მოგების შემთხვევაში უკვე შეგვიძლია რომ საპრიზო ადგილი დავიკავოთ და ბავშვები გავახაროთ. ასევე ყავს გოგონებში დიდების გუნდიც, რომელიც წელს გადავიდით უმაღლეს ლიგაში და იქ ცოტა მოვიკოჭლით, იმიტომ რომ ახალი გადასულები ვართ. არც მაგ შედეგს არ ველოდებოდი, ადგილში მე-6 ადგილი დავიკავეთ და მომავალ წელს ვეცდებით, რომ საპრიზო ადგილი მოვიპოვოთ. დანარჩენი ბავშვები მოტივირებულები არიან, უნდათ ხელბურთის თამაში, ყველას მოუწოდებ, რომ სპორტით იაქტიურონ, იმიტომ რომ სწავლაშიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას, რაც თავარია და უფრო გახსნები არიან ბავშვები.